დღეს ჩვენ შალვა პაპუაშვილს ვკითხეთ და ვთხოვეთ შეეფასებინა ის სპეცოპერაცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩატარდა ვენესუელაში, როგორ ხედავს ის ამ მოვლენას და როგორ ხედავს მის გავლენას ჩვენს ქვეყანაზე ან ჩვენისთანა ქვეყნებზე, თუმცა პასუხად შალვა პაპუაშვილის მხრიდან ისევ მოვისმინეთ ევროკავშირის კრიტიკა. ის ამ შემთხვევასაც იყენებს იმისთვის, რომ გააკრიტიკოს ევროპელი ბიუროკრატები და ისაუბროს ევროპელ პარტნიორებზე უარყოფით კონტექსტში. ბუნებრივი აქ ჩნდება კითხვა, როცა შეერთებული შტატები აწარმოებს სპეცოპერაციას ვენესუელაში, რატომ თulis საჭიროდ პარლამენტის თავმჯდომარე, რომ იერიში მიიტანოს ევროკავშირზე და რა შუაშია აქ ევროკავშირი, თუმცა შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის თავქარიანობამ გამოიწვია ის, რომ ევროპელ ლიდერებს არავინ არაფერს ეკითხება და ისე ატარებს სპეცოპერაციას. ასეთია საერთო ზოგადი პასუხი და ზოგადი პოზიცია, რომელიც აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს. რაც შეეხება ვენესუელაში ჩატარებული სპეცოპერაციის შეფასებას, არაერთი კითხვის შემდგომ მოვისმინეთ პაპუაშვილისგან ამ მოვლენების შეფასება და ისაუბრობს საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე, ამბობს, რომ ჩანს, რომ ყველა ქვეყანა საკუთარი ეროვნული ინტერესის შესაბამისად მოქმედებს, თუმცა ამ შემთხვევაში ირღვევა საერთაშორისო სამართალი, ეს მოვლენა არის ზალის პოლიტიკის შედეგი და გამოხატულება და ბუნებრივია ჩვენ აქ გაგვიჩნდა კითხვა ეს ამ განცხადებით ის აკრიტიკებს თუ არა მათ შორის შეერთებულ შტატებსაც, თუმცა ის მკაფიოდ შტატების მიმართ დამოკიდებულებას არ ავლენს და ერიდება, რომ გააკრიტიკოს შტატების პრეზიდენტი ამ სპეცოპერაციის გამო, თუმცა რასაც არ ერიდება, ეს ევროპელი პარტნიორების კრიტიკაა. ევროკავშირის წევრი ქვეყანა საფრანგეთი არის გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი. ევროპის ნაწილი დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის ყოფილი წევრი და ევროპის საერთო პოლიტიკაში მოაზრებული დიდი ბრიტანეთი გახლავთ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი. ორი ევროპული ქვეყანა გახლავთ 5 წევრიდან 2 არის ევროპული ქვეყანა. და რას ქვია რა შუაში? აბა მაშინ ევროკავშირის მალიში რა უნდა და ევროპას არაფერი სიტყვა რომ არ ერთხმის გლობალურ პროცესებში, ესაა ზუსტად იმის ბრალი, როგორ თავქარიანი პოლიტიკაც აქვს დღეს ბრიუსელის არარჩეულ ბიუროკრატიას. და როგორც კონგრესს არ კითხა არაფერი ტრამპმა და თქვა, ხო მიზეზი რატომაც არ კითხა, რომ მე თქვაო გაჟონავდა ეს ინფორმაცია, ისე არ ეკითხება არაფერი ევროკავშირს. ასევე არ ეკითხებიან გლობალური ძლიერი ძალები, არაფერს ეკითხებიან ბრიუსელს. აი ეს დაიმართა ბრიუსელმა თავის თავს და ჩვენ ამ პროცესს ვაკვირდებით, ჩვენთვის რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ჩვენ აი ეს კითხავთ, ჩვენთვის ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა არ არსებობს. საერთაშორისო სამართალი, რომელიც ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ფარი არის სამწუხაროდ, არის მუდმივ დაღმასვლაში და ხედავთ, რომ არა კანონის უზენაესობა, არამედ ძალის უზენაესობა არის. ამერიკის მიმართ თქვენ კრიტიკულად ხართ განწყობილი ამ სპეცოპერაციის გამო. არა. საერთაშორისო სამართალზე საუბრობთ უსაფრთხოებაზე. ძალის თქვენ შეიძლება ვერ ატყოთ, მაგრამ საქართველოს არ არის გლობალური ძალა, რომ გლობალურ პროცესების შეფასებას ჩვენი მხრიდან რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს. ჩვენნაირ ქვეყანაზე პირიქით გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ მოვლენაზე. ჩვენ კიბათ და გეუბნებით ამას. პირველი, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა არ არსებობს. მეორე, ყველა მოქმედებს ეროვნული ინტერესების შესაბამისად. მესამე, ევროკავშირი როგორც გლობალური ძალა აღარ არსებობს. რაც შეეხება ვენესუელის პრეზიდენტის მადუროს დაკავებას, ქართველი მადურო ჩვენ გვიზრდის რუსთავის მე-12 ციხეში. შალვა პაპუაშვილს ასევე დავუსვით კითხვა ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე. გუშინ დიპლომატიურმა უწყებამ ოფისმა გავრცელა მარკო რუბიოს განცხადება, სადაც ამერიკელი მაღალჩინოსანი საუბრობს შეერთებული შტატების ინტერესზე, რომ არ არსებობდეს მსოფლიოში ვენესუელას მსგავსი სახელმწიფო და ქვეყანა, რომელიც არის ირანის და ჰეზბოლას გავლენის ქვეშ, მასთან მოთანამშრომლე. აქ ჩნდება კითხვა, რადგან ქართული საქართველოში მოქმედი საელჩო ამ განცხადებას ციტირებს, ქართული ოცნება მიიჩნევს თუ არა თავს ადრესატად, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ირანში გვინახავს ქართული ოცნების ლიდერი ირაკლი კობახიძე. შალვა პაპუაშვილი კი ამბობს, რომ კონტექსტი ვერ გავიგეთ ამ განცხადების და მიიჩნევს, რომ საქართველოს ქართული ოცნება ამ განცხადებაში ნაგულისხმევი არ იყო. ჩtildeოვანად ევროპიდან დაფინანსებული მედიები დღეს ცილს წამებენ ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩოს
და ასეთ ინსინუაციებს იგონებენ რომ თითქოს გისვამთ თქვენ ფიქრობთ თუ არა რომ ხართ ადრესატი ბატონ შა არა ეს ინსინუაციები ამ ინსინუაციების ავტორები არიან ბრიუსელიდან დაფინანსებული მედიები და ეს არის თავდასხმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოზე როდესაც ასეთ ინსინუაციებს აკეთებთ რომ თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს გულისხმობს იმ საკითხში, სადაც საერთოდ არ იგულისხმება. ამიტომ ეს არის არ იგულისხმება საქართველოსში მოქმედმა საელჩომ რომ გამოაქვეყნა. ირანთან თანამშრომლობაზე როცა აქცენტია, ბუნებრივად ისმევა. კითხვა შეიძლება თუ არა თქვენ მიიჩნევთ თავად ადრესატად საკუთარი გუნდი. იმ შემთხვევაში თუ ხორვატიის საელჩო ამერიკაში ხორვატიის საელჩომ გამოაქვეყნა, ხორვატია იგულისხმა, მონტენეგროში რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გამოაქვეყნა, მონტენეგრო იგულისხმა. პირველი წერა კითხვის მინიმალური უნარებია საჭირო და კონტექსტი ცოდნა ამის გაგების და მეორე ეს ნიშანდობლივია ეს გახლავთ ბრიუსელიდან დაფინანსებული მედიის თავდასხმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოზე რომ ცილი დასწამონ და ქართველი ხალხი განაცხონ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წინააღმდეგ ეს არის ზუსტად ჩამოგდება იმ რაღაც ბოროტი განზრახვისა რომელიც ბრიუსელის დაფინანსებული მედიები დღეს პირდაპირ ამ ცილის წამებით თავს ესხმიან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს. დავწამებთ ცილს და რატო არ გიცეთ? დიპლომატიურ სამსახურს აქვს დიპლომატიური გზავნილები ბატონ შალვა და დიპლომატიური გზავნილები ითარგმნება ასევე პოლიტიკური პარტიების მხრიდან და თქვენ გეკითხებით. მისამართი ციცით, მათი პრესტიჟნები ციცით, გკითხეთ და გიპასუხებთ. რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს, ეს უკვე ეხება პატიმრების გათავისუფლებას, პატიმრების შეწყალებას, მას შემდეგ რაც სასულიერო პირებს შორის არის ასეთი მოწოდება ქართული ოცნების თუ მიხეილ ყაველაშვილის მიმართ, რომ შეიწყალოს ის პატიმრები, რომლებიც იყვნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები, დემონსტრანტები და რაკიღა არსებობს ასეთი აზრი, რომ სასჯელი, რომელიც მათზეა დაკისრებული, არის გადაჭარბებული. ჩვენ ბუნებრივია ქართული ოცნების ლიდერებს ასევე ვკითხეთ, ისინი მიიჩნევენ თუ არა, რომ შეწყალება უნდა მოხდეს, მით უფრო იმ ფონზე, როცა ჩვენ ვიცით, რომ ნათლისღებისთვის მიხეილ ყაველაშვილი აპირებს პატიმრების შეწყალებას. მკაფიო პასუხი ასე ერთმნიშვნელოვანი ჩვენ ოცნების ლიდერებისგან არ მოგვისმენია, თუმცა მინიშნებები თუ სიტყვებს შორის აზრი იკითხება, რომ ისინი ელოდებიან პატიმრებისგან დანაშაულის აღიარებას თუ მონანიებას, მაგალითად დღეს გია ვოლსკიმ გითხრა, რომ შეწყალება არის აუცილებელი, თუმცა აუცილებელი ასევე მონანიება და სავარაუდოდ ეს მთავარი პირობა არის, გამოც ქართული ოცნება შეწყალებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს. ყველა სასჯელი არის თანაზომიერე, სასჯელის თანაზომიერებას განსაზღვრავს საქართველოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და მართლმსაჯულებამ თავისი სიტყვა თქვა. რაც შეეხება თავად საკითხს, თავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ უნდათ გარედან თავს მოგვახვიონ ძალადობა, თავს მოგვახვიონ ზიზღი, თავს მოგვახვიონ ქვეყნის წინააღმდეგ ქმედება და ეს ყველაფერი მოყიდონ როგორც პროევროპულობა, რომ თურმე მოლოტოვის კოქტეილის დამზადება, ბენზინის ჩასხმა, შემდეგ შიგნით ნაჭრის ჩადება, წაკიდება და ადამიანისთვის სროლა და ცეცხლის წაკიდება ადამიანისთვის ეს არის პროევროპულობა. ამას ამბობს დღეს ბრიუსელი. თავარი საკითხი არის ერთი რომ ის ვინც დანაშაულს უნდა ეწოდოს დანაშაული. აი ეს არის მთავარი. დანაშაულის აღიარებას ოდიში არა როგორ დანაშაულის აღიარებას ელოდებით. სახელს და გვარებს ხედავ ძედ რა აწერია ამ პლაკატებს. ეგრეთ წოდებული უსამართლო პატიმრების თუ რასაც ეძახიან. სახელს და გვარებს და სიას ხო ხედავ. ყველა იგულისხმება მათში. გულმოწყალება არის აუცილებელი და საჭირო. ისევე როგორც მონანიება, ისევე როგორც სიღრმისეული ანალიზი ვითარებისა, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა და იმ რეალობისა, რაც სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანას თავს დაატყდა. როდესაც სტაბილურობის კერა გაჩნდა რეგიონში და მთელი ძალებით ამ სტაბილურობის კერას უტევენ. არ შეიძლება ამაში ჩაერთო, არ გაანალიზო, ვის ჭირდება ეს და მხოლოდ იმაზე იყო საუბარი, რომ მოწყალება რაღაცა სინანულის გარეშე იყოს ერთადერთი მამოძრავებელი ჩვენი საზოგადოებისათვის. და მოინანიონ უნდა აღიარონ ეს არის წინაპირობა. არ მინდა მე ესეთი კონკრეტული საუბარი. კანონს დააპირისპირეს და ეხლა სხვისგან ითხოვენ პასუხისგებლობას. თავარი პასუხისგებლობა სწორედ მათ ეკისრებათ, ვინც აი ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ ბოროტი გეგმისთვის
სინდისის პატიმრების შეწყალების შესახებ ეს კითხვები გაჩნდა მას შემდეგ, რაც სასულიერო პირებისგან წამოვიდა მოწოდება, რომ მიხეილ ყაველაშვილმა ისინი შეიწყალოს, მაგალითად გუშინ ახალქალაქის კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა საშობაო ლიტურგიის შემდეგ მედიას უთხრა, რომ გადაჭარბებულია სასჯელი და რომ საჭიროა ხელისუფლება მოწყალება გამოავლინოს და თქვა ასევე ისიც, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს საუბრის უფლება და სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა ვცხოვრობდეთ. სწორედ აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა, რომელიც ასევე დღეს ტვ-პირველმა დაუსვა მიხეილ ყაველაშვილს, თუმცა მან მოკლედ უპასუხა, რომ ნაცვლისღებაზე აპირებს პატიმრების შეწყალებას, იქნება თუ არა მათ შორის ის ადამიანები, ვინც საპროტესტო აქციების დროს პროტესტის გამო დააკავეს, ეს ამ ეტაპზე ეს კითხვა არის პასუხგაუცემელი.